ჩვენ დავიწყეთ რეალური ცვლილებები 2012 წლიდან და ყველა ჩემი წინამორბედი მაქსიმალურს აკეთებდა იმისთვის, რომ ყველაზე რთული პრობლემა, რაც იდგა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეს იყო სიღარიბე, რომ რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით ეს შეგვემცირებინა. და ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები ამ თვალსაზრისით. დაახლოებით 10% ჩვენ შევძელით და შევამცირეთ სიღარიბე. ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 2018 წლის 20 დეკემბერს გააკეთა მამუკა ბახტაძემ ქვეყანას აცნობა, რომ სიღარიბე 10%-ით არის შემცირებული. განცდა აქვს ხალხს, რა თქმა უნდა, უჭირთ, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება უარესად ცხოვროს, მაგრამ რომ ნახოთ ფაქტები, ესე არ არის. ფაქტები უჩვენებს იმაზე, რომ ინფლაცია იყო 2.2% შეგვიძლია გადავამოწმოთ და სამოქალაქო კალათი იმდენად არ იზრდება ფასში. ამიტომ რო ვთქვათ, რომ ჩვენ უარესად ცხოვრობთ, ეს არ არის. ეს იმავე წლის 25 დეკემბერია. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობული ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ხალხს არ უჭირს. რა ვითარებაა რეალურად უჭირს თუ არა მოსახლეობას, გაუარესდა თუ გაუმჯობესდა მათი სოციალური მდგომარეობა, ხალხი, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩავწერეთ ერთხმად ამბობს, რომ მოქალაქეების უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძვირდა პროდუქტები და მედიკამენტები. გორელების ნაწილი აცხადებს, რომ მათ საკვების ყიდვა მაღალი ფასების გამო არ შეუძლიათ. ადგილობრივები ამ ყველაფერს მთავრობას აბრალებენ, ნაწილი სამუშაო ადგილების არარსებობაზე, ნაწილი კი სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ოხედა როგორ გავუძებდა ყველაფერი თავრობა. სანამ ეს თავრობა არ გადადგება, მე ღმერთი მედი მაქვს ახალ ქვეყნიერებაში. პროდუქტებზე ფასება მოიმატა? რამდენი ხანია თქვენ და ჩემზე უკეთესად იცი რომ მოიმატა? მედიკამენტები გაძვირებულია. გამძვირებულია, კიდე კაი ექიმი არ ამჭირდება მე და საერთოდ წამალი არ ვიცი რა არის. ახლა როგორ გაქცეთ ამაზე პასუხი? ძალიან ბევრი რამე არ მომწონს. მართალია, ძალიან გაჭირება, ძალიან ეკონომიური მდგომარეობა, მაგრამ მთავარია მშვიდობა იყოს. მეტი არაფერი არ. მშვიდობა გქონდეს, ომი არ გქონდეს და ამ გაჭირებასაც გავუძლებ. მე მეტი არაფერი მერწმე. ფასები როგორი არის პროდუქტებზე? აი, კი, სიძვირია და ყველაფერი კატასტროფულად არის. ახლა დილის პური 74-იო, 74 და 70-იო და არ მესიამოვნა, მაგრამ მაინც იმას ვამბობ, რომ მთავარია ომი არ გქონდეს და მშვიდობა გქონდეს ქვეყანაზე. მეტი არაფერს არ ვიცურვებ. გაუარესებული როა ხომ ხედავთ. გლეხი ისე დღეშია, რომ აი ახლა რომ ნაკვეთები დაამუშაოს, მოსავალი მოიყვანოს, ჯერ შარშანდელი მოსავალი სავსე გვაქვს პადლები ვაშლი და ჯერ შარშანდელი მოსავალიც არ გაგვიყედია. ლობიოს ფასი არ აქვს, ვაშს ფასი არ აქვს, გლეხს მეტი რა აქვს მითხარით. არაფერი და გაუარესებულია რა თქმა უნდა. იმის საშუალება არ აქვს, რომ დაახნან, დაფარცხონ და მოიყვანონ მოსავალი. და შარშანდელი თუ არ გავყიდეთ, წელს რითი გავაკეთოთ, რითი რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა გაუარესებულია. ფასები პროდუქტებზე გაზრდილია. მედიკამენტები. ჩვენს მოსავალს, აი გლეხის მოსავალი, რასაც თქვია, არაფერს ფასი არ აქვს. რა თქმა უნდა, რო შევალთ და პროდუქტის ყიდვა გვინდა, ყველაფერი ძალიან ძვირია. ძალიან ძვირია. როგორ არ არის? დოლარი აიწევს, ფასები აიწევსო, დოლარი მაგრამ უნდა აიწევს, ფასები მაინც იგივე რჩება. ისე რომ შეიძლება თქვენი აზრით იყოს ამ ყველაფერს, რომ გაუარესებული არის მდგომარეობა. დასაქმების პროგრამა არ არის, ხალხი და დაუსაქმებელია. უჭირს როგორ ხალხს უჭირს ძალიან. დამხმარე ვინ არის? პროდუქტებზე ფასები მაღალია, მოიმატა? კი, მოიმატა ძალიან, ჩერეჩურ მოიმატა. მედიკამენტებზე? ეხლა აი აპტეკში უნდა შევიდე და მომატებულებია ფასი. გაჭირდა ცხოვრება? კი, ძალიან გაჭირდა. 60 ლარს რო პენსიას ვიღებდი და 30 სოციალური მქონდა, ბევრად უკეთესად ვიყავი. დღეს 240 რო ვიღებ და სოციალური 2 წელია მომიხსნეს. ეს ასთმა და სხვა რაღაცებიც დამარცხეს. სოციალური მდგომარეობა მოსახლეობაში გაუარესებულია. ახლა რაც 2x2-4-ია და რაც აშკარაა, რომ გაუარესებულია და არ არის კარგი მდგომარეობა, გაჭირებული ხალხი ძალიან ბევრია, რომ გული დაგეწვება რა, ისეთ ხალხს გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, სოციალურად განათლებულია თუ რა ფენას მიეკუთვნება, მაინც ასეთი გაჭირებული მდგომარეობაა. თქვენ არიცით რომ გაუარესებულია? რამ გამოიწვია თქვენი აზრით? რა ვიცი, ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, ხალხს სამუშაო არ აქვს და საიდან აბა შემოსავალი? შემოსავალი თუ რამეა რომელიმე ოჯახში, ჩემს ირგვლივ ვიღაცა წასულია საზღვარგარეთ. იქედა.
რაღაცა რეალური თორე ეხლა პურის ფულზეც კი უჭირს ხალხს პრინციპში ისიც უჭირს ხალხს ფასები მომატებულია კი აშკარად კი მედიკამენტები მედიკამენტებთან მაქვს კავშირი მაგრამ იმდენად არა მაგრამ როგორც ამბობენ გაძვირებულია მგონი რომ გაუარესებულია ყველაფერი მოსახლეობის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ გაუარეს და არადა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხს უამრავ დაპირებას აძლევდა, მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბიძინა ივანიშვილი მილიარდის დახარჯვას აპირებდა ყოფილი პრემიერის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ასევე სამუშაო ადგილების შექმნა იყო.